დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ნდობის გამოცხადებისთვის, ასევე მთავრობას ბატონ ლევანს იმ ნდობის გამოცხადებისთვის, რაც ჩვენ დაგვიკისრა მოვალეობას, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად შევასრულებთ. გავაკეთებთ უმთავრესი და უპირველესი მიზანი არის, რა თქმა უნდა, იმ სანაპიროს დაბრუნება, რაც ყველას ენატრება, ყველა ტოლის და ყველა ადამიანს და იმ ურთიერთობის აღდგენა, რაც აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა აღდგეს, რა თქმა უნდა. უამრავი ახლობელი ყავს, უამრავი მეგობარი ყავს, იქეთ-აქეთ დარჩენილი. ეს კონფლიქტის ორი მხარე არის, რომელიც უნდა გამთლიანდეს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ სხვანაირად გამარჯვებული და დამარცხებული არ იქნება. რაც შეეხება სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს აფხაზეთის, ჩემი წარდგენა მოხდა, სამინისტროს თანამშრომლებს გავიცანით. შემდგომში, რა თქმა უნდა, უფრო ახლოს გავიცნობით და არის თემები, რომელიც სერიოზულად აწუხებს როგორც აფხაზეთიდან მტოლილებს, დევნილებს, ისე იქ დარჩენილ ადამიანებს, რომელსაც გადმოსვლა უნდა და კანონთან გარკვეული კონფლიქტი არის ამ თვალსაზრისით. უფრო სრულად ამ თემას დავამუშავებთ, რა თქმა უნდა, ასევე არის ქართული ენის სწავლებასთან და განათლებასთან გალის რაიონში, აი ეს თემაც უნდა დაალაგდეს განათლების შესახებ კანონში ცვლილების და საერთოდ აი ამ კანონის საკანონმდებლო ნორმატიულ ბაზას ალბათ უფრო დავაახლოვებთ იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ჭირდება, იქეთ დარჩენილებს, ლეგიტიმურად მაცხოვრებელ ადამიანებს. და ეს იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა.